პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები არსენალის მთაზე ოცნება სამთავრობო ქალაქის აშენებას და სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების გედევანიშვილის ქუჩაზე გადატანას განიხილავს. კობახიძის დავალებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაზრის კვლევას უკვე ატარებს. კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს იმისათვის, რომ იგივე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, თქვა დღეს კობახიძემ. დიდი გალავანი უნდა გავაკეთოთ, წყალს გავაკეთებთ და ნიანგებს გავუშვებთ, ასე პასუხობს ოცნების წევრი ირაკლი კირცხალია კითხვას რაბედიელის პარლამენტის შენობას. აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედის კომპანია ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. 40 წლის მაიზერ ხვარეშია დაახლოებით 1 თვის წინ დანიშნეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ. კომპანია, რომელიც კორპუსებს აშენებს, ხვარეში ამ დედას თანამდებობაზე დანიშნვამდე რამდენიმე თვით ადრე გადაუხურვა. საოკუპაციო რეჟიმმა მდინარე ენგურთან ახალი საბაჟო ტერმინალი ააშენა. 2012-14 წლამდე არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდა საქართველოში არსებულ ვითარებასთან და ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზების გამო. თქვა ტრანზიტული და ლოჯისტიკის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ასტამურ ახსალბამ. ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად კობახიძემ დღეს თქვა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით ტვირთებს არ გაატარებს.